მე ვარ ლია შამათავა, ისტორიკოსი. გადავიღებ ფილმი სამეგრელოს გლეხის ცხოვრებაზე. საცალფეხო ხიდის არ დამხვედ ყოფილა ჩემს დროს, არ ყოფილა. ესე იგი სამი კაცი რო შევუბრობდით, ხიდი გაგვიკეთებია. როცა გამიზიარეს, მე სამოვიდე მხარში, რა თქმა უნდა, მე ვთხარი ერთი წილი რაც იქნება, ჩემი თავი შემოგეულოც. ხო და ეს იყო რომ დავიწყეთ, ესე იგი ბულდოზერი, კოფშიანი ტრაქტორი 1500 მანეთი იყო, მაშინ ლარი კი არ იყო და 1500 მარტო ტრაქტორები დაგიჭირა. მაგრამ იმ დონემდე არ იყო, მაგი ინჟინერულად იმ დონემდე გაკეთებული, ახალ კალაპოს, გათხრილ კალაპოს მივანდეთ ამ წონის ვარიანტით, თუ არა იმ დონის ხიდი იყო, რომ დაწვირთული კამაზით 8 ტონა. საკვები დაწვირთული კამაზით თავისუფლად გადავდიოდი, არაფერი პრობლემა არ იყო, მაგრამ როგორც წყლის ადიდება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მიიწია, ცოტა მიიწია, გამოუცალა ეს ყველაფერი და ჩავარდა. ვინც ამ ხარეს არის ყველანი საქონლის ნაწარმის რაღაცას იქ ბაზარში კაპიტულს. და ხიდი მაგათვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის დღესაც. მე რაც მაქვს, ხო? ეს მოსავალი იქნება, რაც არის რა, შეშა იქნება, საქონლის საკვები იქნება, ხიდმა უნდა გაატაროს, ხო? დანარჩენი ჩემს გარს აქ არის ერთი 40 კაცამდე აქვს გამოყოფილი მიწა. ესენი აქ არ ცხოვრობენ დღესდღეობით, მაგრამ ყველაზე ხო ყველა აპირებს რაღაცას. და რაც მოყავთ, არა? ყველაფერი ხო უნდა გაზიდო. ახლა კარგია რომ წვიმები არ იქნება, მდინარადიდებული არ იქნება, ყველაფერი ნორმალურად ჩაივიდეს, მაგრამ რა ხვანდა აქ იმ კაც გადასაწანი და აზიდდა, ხო? აქ ვერ გადადის კაცი, ამდა უნდა დასვენდე. ახლა შემოდგომაზე ზამთარში დასვენდე და საქონელს საჭმირო წავუღო. ეს მე მგონი ცოტა სისულეზე მეტია რა. 66-ში სკოლა დავამთავრე, 69 წელში რომ დავიწყე მუშაობა, აი 40-45 წელი მძღოლად ვიმუშავე. მერე დაიშალა ეს ყველაფერი და წამოვიდა ისეთი დრო, რომ ჩვენი ხნის ხალხი არ ჭირდება და ესე წარმოიდგინე 45 წელიწადი ვიმუშავე კაცმა და ერთი კატა შემომახტა, იმისი ცოდვა მიმაგ, ჩემი ბრალიც არ იყო. დანარჩენი ღმერთს მადლობა, დიდება. ოდიშის ტერიტორია ყველა მიცის, რომ ამაზე უშემოსავლო რა, ესე ძალის მოსაყვანი, ყველაფერი ძალის მოსაყვანი. ის მიწა არის მკვდარი მიწა. შენ თუ ვერ გააცოცხლე, ის მკვდარია. აქ სიმინდი რო დასესო, მე მგონი 10 წი შეიძლება წამოვიდეს, თუ არა 1 მეტრზე მეც არ იზრდებოდა, მე რომ მოვედი. დამოხუცდა ამ სახლში, ეს სახლის დამოხუცდა. მე რომ მოვედი აქ, მამა ჩემი გაგიჟებული იყო, რა არ გინდა შვილო, რაც გინდა, ცლიანად. კოლოსალური შრომა უნდა, მაგრამ თუ გინდა რომ შენი იყოს და თუ გიხარია რომ კარგი ბუნება გქონდეს და თუ გიხარია რომ რაღაც ბუნებაში იყო, შრომა სხვა არ უნდა დაიზარო. მე დარგული რომ მაქვს, ეხლა მარტო წაბლი რომ მაქვს, წაბლი. ზეკვერცხის ხელა წაბლები რომ მაქვს, იქ დარგული. ის მე იმას კაცივით ველაპარაკი, მარტო რო ჩავა. მე დავცეს, მე გავახარე, სული ჩაუდგი, ასე მგონია. ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობ და მე ვფიქრობ გლეხის ფუნქციაში ჩავჩით 19 საუკუნეში. იმიტომ რომ ისევ კავი, ისევ გუთანი, ისევ ბარი, ისევ თოხი და ურო. ამით ვამტრევ და ამით ვაკეთებ და აქ რო იხმარო ისეთი ტექნიკა ძნელია ახლა, რა ვიცი, რა უნდა ვიხმარო ახლა. ჩემი ტექნიკა. სამუშაო ეგ არის. ყველა ჩამორჩენილი გევარს, ახლა ამან სოფლიოში მე მგონი ნაკლები ხალხი აკეთებს ამას, მაგრამ ჩვენ შევჩით ამას. ცხენი და ვიწვალო ეს რომ რაღაც მოვიყვანა აქ თუ მოვიდა. იწას ისეთია რომ უკვე გამოწოვილი ამას, არაფერს ძალა არ აქვს. სასუქი ვარგისია ისიც ძვირი. უკვე 300 ლარი მიზის ეგი, ამის დამუშავება ტრაქტორს 300 ლარი მივეციდა. და ან აიღებ იმის საფასურს, რაც სახარია და ან შეიძლება ისე დარჩი. მარტო ერთხელ უნდა, რამდენჯერ უნდა გააკეთე თელი
სექტემბრი, ოქტომბრის ბოლომდე. მე დაწესვა, მე თოხნა, მე აღება, თეთო სიკვდილია გასას. მანამდე არ იყო ასე, იმდენი გაჭირება არ იყო. ახლა უკვე რაღაცა ყველაფერი რთულია უკვე. და რაღაცა მოაქვს ამას, მაგრამ ამით ბევრ რაღაცას ვერ გააკეთებ. მარტო სათმე შეძამდა მეტი არაფერი. просто საქონლის საკვები რომ მოვიპოვო, იმიტომ აკეთებ ამას. საქონელი მყავს და ხომ უნდა ვიყოლიო. იმით არის რაღაცა, ყველი რაღაც საყიდელი არა გვაქვს. ნაკელიც საჭიროა ბოლო რა. არც ხილი არ მოდის აქ და არც ხეხილი და არც არაფერი თუ ნაკელი არ დავუყარ. მეტი ნეშომბალა აქ არა გვაქვს და ტორფი და რამე საშუალება რომ გავამდიდროს მიწა უფრო ხელსაყრელია ნაკელი. ამიტომ საქონელი უნდა იყოლიო. საქონელს რო იყოლიო, მაგას ჩალა უნდა თივა უნდა გქონდეს, რაღაცა უნდა გქონდეს და ამიტომ წვალობთ. 1200 ძვი ციტრუსი მქონდა დარგო. ვერ გაამართლა. ისეთი რაღაცა დაამზადო რომ კაპიკი არ ღირდეს და შრომა წყალში ჩაგეყაროს, ეს რაც გინდა და წავიდა ცხილი და წავიდა და მეც მივყევი მაგას და რაც არის ეს არის, მაგრამ შრომაში კაცი, ჩემი მეძობელი კაცი, ბინოსი მაგაც არის. არის გარდა ჩემი პატრონი კაცი შვილი არ არის, მაგრამ რა ვქნათ? მიყვარს როგორც ძმა ისე. ეს კაი კაცია, ერთმანეთს მხარში უძგებით. ეს თვითონ მეხმარება, მეც კიდე ვეხმარები და ასე მივაკრო. დიდი დრო. პირო მოუგდა ეს ჩემი შვილი მაგის მაგევრად დაიყვანა. ბევრი ყავდა, მაგას დეიდაშვილი, ბიძაშვილი, ძმისშვილი, ძიშვილი, მაგრამ აი ეს სიყვარული ქონდა ასეთი და ვართ ასეთი. მეგობრულად. შენი მეზობელი თუ კაცურ ამბავში, ადამიანობაში რამე შეიძახს, ან რაღაცას აკეთებს, ფეხზე დგება, ეს არ უნდა შეშურდეს, მით უმეტეს, რომ თუ არ გაქვს, უნდა იპოვო ის რომ ხელი წააშველო და რაღაცა. რეალობის გარდა ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს. ესე იგი მონდომები თუ არა აქვს ჩადენილი, რაც ჩაიდინა შემთხვევითობაში, უნდა ეპატიოს ადამიანს. ბევრი რაღაცა უნდა ეპატიოს. ნახავ ხო პატარა და ცაცხვი იქნება რომელიც მომწონს არა გადმომაქ იქ 1-2 მეტრომდე ხო უნდა გაიზარდოს რომ საქონელმა ხელი არ შეუშალოს და რაღაც ყველაზე უკეთესად ეს მაწყნარებს შეხეს რომ დავრგავ ისე მიმაჩნია რომ ერთი ცოცხალი არსება კიდე ჩემგან გაჩნდა და ცოცხლობს მე ასე მგონია რომ ხეს არ შეუძლია რომ შეგეპასუხოს თუ არა ყველაფერი ესმის დაკრავ ცულს და ტირის ხო ისეა კაციც რომ დაიჭრება სისხლი გამოდის ამას დაკრავ და სისხლია მაგის მასალები რა ისე სიანად მამაკაცის ცხოვრება არის ქალზე დამოკიდებული კაი ხალი რომელ ოჯახშიც არის ოჯახი არის ნაღდად გამართლებული და ნაღდი თუ ხალი არ ვარგა რაც არ უნდა შემოიტანო გაიტანო იშოვო არაფერს არ აქვს აზრი გინდა შეძენაში გინდა ძლიერი იყო გინდა მამაკაცი იყო ისე შეუძლია ნულს გაგიტოვოს ვერც იგრძნო მაგას კაი ხალი ესე იგი უარგის მამაკაცსაც კაცად აქვს ჩემი შვილი და შვილიშვილი მყავდეს ნორმალურ ქვეყანაში და რომ წავიდე დაწნარებული ნერვები რომ ვისაც წოვები ცხოვრობს ნორმალურ ქვეყანაში მეტი არაფერი აი ეს არის ჩემი ოცნება მაგრამ დღეში ერთხელ რომ თოხი ან ბარი არ დავიკავო და არ მოვიფორო მიწას ჩიტაი რომ საჭმელი არ მიჭამია ასე რო ხარ რომ საჭმელი არ გიჭამია მაშინ ყვაყოფილდე მამა პაპის ძვალსალაგია და სადაც ჩემი ჯიში და ჯილაგია რა ყველა რო იქ გავქცეულიყავი სადაც დიდი ფულებია საქართველოში ახლა გასიშვილი არ იქნებოდა